გაერომ ახლახან დაადანაშაულა ისრაელი გენოციდში, მაგრამ კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ანგარიში აგებულია პროპაგანდაზე და არა ფაქტებზე. ისრაელი ამას თანამედროვე სისხლის ცილის წამებას უწოდებს. და კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ანგარიში ეკრდნობა ჰამასთან დაკავშირებულ წყაროებს, ხოლო უგულებელყოფს ამ ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ეს მართლმსაჯულებაა თუ პოლიტიკა, რომელიც ადამიანის უფლებებად არის შენიღბული. მოდით დეტალურად განვიხილოთ. კვლავ მოგესალმებით Judacation-ზე, JNS TV-ზე. გაეროს კომისიამ ამ კვირაში ისრაელი დაადანაშაულა ომის დანაშაულებში, მენშობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში და გენოციდის აქტებში. ისინი მიზანმიმართულად ესხმიან თავს ეგრეთ წოდებულ პალესტინელ ბავშვებს ღაზაში და მათ მიერ ეგრეთ წოდებულ დასავლეთ სანაპიროზე, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში. ანგარიშში ნათქვამია, რომ ბავშვების მიზანმიმართული სამიზნედ ქცევა იყო ცენტრალური ელემენტი, რათა დადგინებულიყო ისრაელის ხელისუფლებისა და უსაფრთხოების ძალების გენოციდური განზრახვა, თლიანად ან ნაწილობრივ გაენადგურებინათ პალესტინური ტერორისტული დგორისტუით გაზაში. ასევე დოკუმენტურად დაფიქსირდა, რომ ეგრეთ წოდებულ დასახლებულთა ძალადობა პალესტინელ ბავშვებზე დასავლეთ სანაპიროზე მკვეთრად გაიზარდა. მათ შორის იყო გატაცებები და ძალადობა, ასევე უსაფრთხოების ძალების მხრიდან დაკავებულ ბავშვებსა და მოზარდებზე სექსუალური ძალადობის სავარაუდო შემთხვევები, რასაც კომისია სისტემურ ნიმუშად აფასებს. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად უარყო ანგარიში, მას თანამედროვე სისხლიანი ცილის წამების დემაგოგია უწოდა და განაცხადა, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს პროფესიული და დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების მიღებულ სტანდარტებს. ისრაელმა განაცხადა, რომ მას მხოლოდ რამდენიმე დღე მისცეს ანგარიშის პროექტზე პასუხის გასაცის გასაცემად და რომ მისი მრავალი არგუმენტი მედი კომისიამ სათანადოდ არ განიხილა. ისრაელი აცხადებს, რომ კომისია, რომელსაც ის არ აღიარებს, თავიდანვე მიკერძოებულია ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ და რომ მისი დასკვნები ეფუძნება შეცდომიან მეთოდოლოგიას, ნენდობად წყაროებსა და ანონიმურ ჩვენებებს. ისრაელმა ასევე განაცხადა, რომ კომისიამ უგულებელყო ჰამასის მიერ ბავშვებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ადამიანურ ფარებად გამოყენება, ისევე როგორც ის, რასაც ის ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ომის დროს ჩადენილ მძიმე დარღვევებად მიიჩნევს. გაეროს ვოჩის მონიტორინგის ორგანიზაციამ JNS განუცხადა, რომ ეს ანგარიში არის წინასწარ განსაზღვრული ბრალდება, რომელიც გამოძიებად არის შენიღბული. მათ განაცხადეს, რომ კომისია თავს დამოუკიდებელ ფაქტების დამკვირვებელ ორგანოდ წარმოაჩენს, მაგრამ ამ ბოლო ანგარიშის ზედაპირული გადახედვაც კი აჩვენებს მის მიკერძოებულობას. მონიტორის ჯგუფმა განაცხადა, რომ მაშინ, როცა ისრაელს ბრალს სდებენ ღაზაში 20,000-ზე მეტი ბავშვის მკვლელობაში და წყაროთ ჰამასის ჯანმრთელობის სამინისტროს ასახელებენ, ანგარიში სრულად უგულებელყოფს დოკუმენტირებულ ფაქტს, რომ ჰამასი და სხვა ტერორისტული შეიარაღებული ჯგუფები სისტემატურად იწვევენ და იყენებენ ბავშვ ჯარისკაცებს, პალესტინელ ბიჭებს 18 წლამდე, ზოგჯერ კი 12 ან 13 წლის ასაკშიც კი. მოდით ეს ყველაფერი დეტალურად განვიხილოთ. პირველ რიგში, თუ ცხაროთ ჰამას იყენებთ, რა როგორ შეიძლება ვინმე სერიოზულად მიგიღოთ? ჰამასი 7 ოქტომბერს ებრაელების მასობრივ მკვლელობას ახორციელებს, მსგავსი რამ, რაც ჰოლოკოსტის შემდეგ არ გვინახავს. შემდეგ კი უარყოფს, რომ მსგავსი რამ საერთოდ მომხდარა. ზუსტად ისე, როგორც ჰოლოკოსტის უარმყოფელები არსებობენ, ან თავად ნაცისტები, რომლებიც ცდილობენ და ფიქრობთ, რომ ჰამასი ზუსტ ფაქტებს მოგაწვდით, თუ საკუთარ თავს მსხვერპლად წარმოაჩენს. რა თქმა უნდა, მეორეა სწორი. სხვათა შორის, ჰამასმა საკუთარი სისასტიკე GoPro-ებით გადაიღო და შემდეგ როგორღაც უარყო, თითქოს არაფერი მომხდარა. და ის ჰამასის ბოროტება, ეს ხომ გაეროს წყაროა, არა? რა ავადმყოფური ხუმრობაა? ამავე დროს, მოდი გავიხსენოთ, ვინ ითვლება ბავშვად. იქნება ეს ღაზაში თუ იუდეასა და სამარიაში. თუ 17 წლის არაბი, რომელიც ცხოვრობს პალესტინის ადმინისტრაციის ქვეშ, ახორციელებს ტერორისტულ თავდასხმას და კლავს ებრაელებს და ის ჩემი მეგობარი არის ფოლდი, ღმერთმა შური იძიოს მის სისხლზე. 2018 წელს 17 წლის არაბმა ტერორისტმა დანით მოკლა. ის ფაქტი, რომ არიმ თავისი ბოლო ამოსუნთქვით შეძლო ტერორისტისგან ნეიტრალება, ამ ანგარიშის მიხედვით გამოდის, რომ არიმ განზრახდა უმიზნა არაბ ბავშვს. ეხლა გესმის, როგორ მუშაობს ეს. იქნებ 13 წლის ხარ, ან 15-ის, ან 17-ის, თუ ეცდმეტის, თუ ეცდები ებრაელების მოკლას, ტერორისტი ხარ და არა უბრალოდ ბავშვი ან შეცდომაში შეყვანილი ანგარიში. და მოდი გავარკვიოთ. ისრაელი ბავშვებს მიზანში არ იღებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი 17 წლისები არიან და იარაღს იღებენ ებრაელების მოსაკლავად.
არც ერთი ქვეყანა ომში არ შედის და არ ითხოვს პირადობის მოწმობას, რომ გადაამოწმოს წინ ნამდვილად 18 წლისები ჰყავთ თუ არა, სანამ თავდაცვით იმოქმედებენ. და როგორც თქვით, ჰამასი განზრახ იყენებს ბავშვებს როგორც ჯარისკაცებს და განზრახ იყენებს ბავშვებს როგორც ცოცხალ ფარს. ამ ბავშვებიდან ნებისმიერი ბავშვის სიკვდილის პასუხისმგებლობა ჰამასზეა და არა ისრაელზე, რომელსაც აქვს თავდაცვის უფლება. და ერთი წამითაც არ იფიქროთ, რომ პალესტინის ადმინისტრაცია რამით უკეთესია, რადგან ისინი ბავშვებს სიძულვილის განათლებაზე ზრდიან და მათ მოუწოდებენ, რომ ტერორისტული თავდასხმები განახორციელონ და ამ საქმისთვის მოწამეებად დაიღუპონ. და ბოლოს, არ დაიჯეროთ ბრალდებების სექსუალური ძალადობის შესახებ, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალებს IDF წაუყენეს. ეს სწორედ ჰამასის საქმეა, როგორც გვახსოვს და როგორც ვნახეთ 7 ოქტომბერს. ეხლა გაიხსენეთ, როგორ დაადანაშაულეს ისრაელი რასიზმში, იმის გამო, რომ ჩვენს ჯარისკაცებს არ გაუპატიურებიათ არაბი ქალები ბრძოლების დროს. მათ თქვეს, რომ ჩვენ რასისტები ვიყავით, რადგან არ ვაუპატიურებდით. შემდეგ კი ცრუ ბრალდებები წაუყენეს ჩვენს ჯარისკაცებს სექსუალურ დანაშაულებში. მათ ერთდროულად ორივე რამე უნდათ და ორივე შემთხვევაში ავრცელებენ პროპაგანდას და სიძულვილს. ეს ანგარიში, როგორც ბევრი სხვა გაეროს ანგარიში მანამდე, ისტორიის ნაგავსაყრელზეა მოსათავსებელი. სივცხვილი მათ, ვინც ამისთვის არის პასუხისმგებელი. გავაგრძელოთ. ამ კვირაში Ynet-დან შემაშფოთებელი ანგარიში გავრცელდა. უსაფრთხოების უწყება მიიჩნევს, რომ ირანი აძლიერებს მცდელობებს აღადგინოს ტერორისტული ქსელები იუდეასა და სამარიაში, სარგებლობს რააშ-შეშუსთან ცეცხლის შეწყვეტით და ომის შემდეგ რეგიონში დინამიკის ცვლილებით. ოქტომბრის 7-მდე. იუდეასა და სამარიაში ტერორისტული აქტივობის გარედან მართვის უმეტესი ნაწილი ღაზადან ხდებოდა და მას ჰამასი და პალესტინის ისლამური ჯიჰადი ხელმძღვანელობდნენ ირანის მხარდაჭერით. ასევე არსებობდა მცირე ჯგუფები და ხანდახან ISIS-თან დაკავშირებული ჯგუფებიც. მაგრამ ისრაელის სამხედრო ოპერაციებმა ღაზაში და იუდეასა და სამარიაში, ასევე დარტყმებმა ირანზე 2025 და 2026 წლებში თეირანს გაურთულა ფულის გადატანა და იარაღის კონტრაბანდით შეტანა ამ ტერიტორიაზე. თუმცა Ynet-ის ცნობით, ისრაელის ოფიციალური პირები ახლა შიშობენ, რომ ASHS-ში ირანის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ და ლიბანის ფრონტის შესაძლო დახურვის ფონზე, თეირანმა იუდეა და სამარია მთავარი არენა დაირჩია თავდასხმების დასახალისებლად. ამ კოორდინაციის მნიშვნელოვანი ნაწილი, ოფიციალური პირების თქმით, თურქეთიდან ხორციელდება. ამ კვირის დასაწყისში შინ ბეტის უსაფრთხოების სააგენტომ განაცხადა, რომ გასული წლის განმავლობაში მან ათეულობით თავდასხმი აღკვეთა, რომლებიც თურქეთში მყოფი ჰამასის მიერ იყო მართული. სააგენტოს განცხადებით, ოპერატორებმა თავიანთი ყოფნა ქვეყანაში გამოიყენეს ფართო ტერორისტული ქსელის სამართავად, რაც მოიცავდა თავდამსხმელების გადაბირებას, იუდეასა და სამარიაში მოქმედ ოპერატორებთან შეხვედრებს, ასევე ფულისა და იარაღის გადაცემას. უსაფრთხოების ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ირანის მეთოდები სამ ძირითად არხს ეყრდნობა. ციფრულ დაფინანსებას კრიპტოვალუტის მეშვეობით, რათა ტრადიციული კონტროლის სისტემები აიცილონ. იარაღის ხმელეთით კონტრაბანდული გადატანა, ისრაელის აღმოსავლეთ საზღვრის გავლით, ზოგჯერ კურიერების გამოყენებით და თავდამსხმელების დისტანციური მომზადება, მათ შორის ტექნიკური ცოდნის გადაცემა. ისრაელის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ტერორისტული აქტივობის მთავარი მამოძრავებლები არიან ყოფილი უსაფრთხოების პატიმრები. გაზაში მძევლების გათავისუფლების ბოლო შეთანხმებების შემდეგ ასობით გათავისუფლებული პატიმარი დაბრუნდა იუდეასა და სამარიაში, ზოგიერთი თითქმის 30 წლიანი პატიმრობის შემდეგ. შინ ბეტი და ისრაელის თავდაცვის ძალები ყურადღებით აკვირდებიან მათ საქმიანობას, ატარებენ სახლის ვიზიტებს და რეგულარულად გასცემენ გაფრთხილებებს ახალი ტერორისტული უჯრედების შეუჯრედების შექმნის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით შხემში, ტულ-ქარმში, ხებრონში და რამალაში. ამ ანგარიშის მიხედვით, ირანი ცდილობს იუდეასა და სამარიაში ამ ომში კიდევ ერთი ფრონტის გახსნას. და როგორც ვთქვი, ამაში ასევე მონაწილეობენ ელემენტები თურქეთიდან. და როგორ ფიქრობთ, ვინ შეეცდება ადგილზე თავდასხმების განხორციელებას? როგორც სტატია მიუთითებს, ტერორისტები, რომლებიც გათავისუფლდნენ მძევლების გაცვლის ფარგლებში, ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ საქმე აქამდე მივიდოდა. ისრაელმა უნდა მიეღო გადაწყვეტილება. გაუშვათ ტერორისტები ისევ ქუჩაში. იმის ცოდნით, რომ ისინი ალბათ ისევ ტერორიზმს დაუბრუნდებიან ჩვენი მძევლების სანაცვლოდ. რა თქმა უნდა, ყველა სურდა მძევლები სახლში დაბრუნებულიყვნენ. მაგრამ მთავარი კითხვა ყოველთვის იყო, რა ფასად? ეხლა არ მინდა უგრძნობა ჯერდეს ჩემი სიტყვები. გადაწყვეტილება მიიღეს და რა თქმა უნდა, ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ყველა მძევალი სახლშია. მაგრამ ეხლა დროა გავაცნობიეროთ, რომ ტერორისტების გათავისუფლებას შედეგები აქვს. იმედი მაქვს და ლოცულობ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მამაცი მამაკაცები და ქალები ეხლა ან ხელახლა აკავებენ, ან ემზადებიან გაანადგურონ ის ბოროტება, რომელიც თავისუფლად დადის.
ჩვენ საუბრობთ ტერორისტებზე, რომლებიც ჩვენი ქალაქებიდან 5 წუთის სავალზე არიან ქვეყნის ცენტრში. მე ვგულისხმობ კრასავას, როშ ჰაინს და კიდევ ბევრ სხვა ქალაქს. როგორც სტატია ამბობს, ეს შეიძლება იყოს ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევა მომავალში. მოდით ვიმედოვნოთ და ვილოცოთ საუკეთესოსთვის და მოვემზადოთ უარესისთვის. გავაგრძელოთ. პალესტინის ავტონომიის თქმით, ისრაელის მთავრობამ, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ, იცოდა, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმა მოახლოებული იყო და მასაკრა გამოიყენა ღაზას გასანადგურებლად საბაბად. არ ხუმრობ. პალესტინის ავტონომიამ ასევე განაცხადა, რომ თავად ისრაელმა დაგეგმა 7 ოქტომბრის მასაკრა. ამ თვის დასაწყისში პალესტინის ავტონომიის ოფიციალურმა ყოველდღიურმა გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია ფათაჰის რევოლუციური საბჭოს წევრისგან, რომელმაც თქვა, რომ ისრაელის მთავრობის არმია 2 წელი და 7 თვეა დანაშაულს ჩადის განადგურების მიზნით. ამ ყველაფრის საბაბი არის ყველაზე განსაკუთრებული და საიდუმლო 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმა, რომელიც მხოლოდ ნეთანიაჰუსა და რამდენიმე მაღალჩინოსან მეთაურს იცის, ვისაც შეიძლება ენდო. ერთი მხრივ და ის, რასაც ისრაელის სამხედრო დაზვერვის დირექტორატი ამანი ეწოდება. ამ ყველაფრის საბაბი, ამ კოლუმნისტის თქმით, არის ყველაზე განსაკუთრებული და საიდუმლო 2023 წლის 7 ოქტომბერი. შეტევა, რომელიც მხოლოდ ნეთანიაჰუსა და რამდენიმე უფროსი მეთაურისთვის იყო ცნობილი, რომლებსაც თითებზე ჩამოთვლი და ისრაელის სამხედრო დაზვერვის დირექტორატისთვის, რომელსაც ამანი ეწოდება. ეს არის ოფიციალური პალესტინის ავტონომიის ყოველდღიური გაზეთიდან, ალ-ჰაიათ ალ-ჯადიდა, 2026 წლის 11 ივნისს. გახსოვდეთ, ეს ყველაფერი Palestinian Media Watch-იდანაა. როგორც რამდენიმე წუთის წინ თქვი, ჩვენ უნდა მივყვეთ სტრატეგიას აქ. იქნება ეს პალესტინის ავტონომია თუ ჰამასი, ებრაელებს ხოცავენ. ეს მოვლენა უმნიშვნელოდ არის წარმოჩენილი და ისრაელს ან იცოდა ამის შესახებ, ან კიდევ თვითონ დაგეგმა ეს თავდასხმა, რათა ჩვენ შეგვეძლოს გავიდეთ და გავანადგუროთ მთელი ღაზა. ასე მუშაობს მათი პროპაგანდა. და რა თქმა უნდა, ისრაელის მოძულეები ასეთ სისულელეებს ავრცელებენ. მოდით ეს პირდაპირ ვთქვათ. ისრაელმა არ მოუკლავს 1200 საკუთარი მოქალაქე. ისრაელმა არ იცოდა, რომ მე-7 ოქტომბრის თავდასხმა მოახლოებული იყო. რა თქმა უნდა, ეს იყო უზარმაზარი ოპერაციული მარცხი, მაგრამ არ არსებობს ასეთი გეგმა, რომ ღაზა გაანადგურონ 1200 ისრაელის მკვლელობის დაშვებით. ეს უბრალოდ კიდევ ერთი სისხლიანი ცილისწამებაა ჩვენი ეგრეთ წოდებულ მშვიდობის პარტნიორებისგან, რომლებსაც არანაირი პრობლემა არ აქვთ იმასთან, რაც 7 ოქტომბერს მოხდა. და გახსოვდეთ, რომ პალესტინის ავტონომიის არაბების 80%-მდე აცხადებდა, რომ ხარს უჭერდა იმ საშინელ დღეს მომხდარს. და ესენი არიან ჩვენი მშვიდობის პარტნიორები. ჩვენი მშვიდობის პარტნიორები, რომლებიც დღემდე უხდიან ტერორისტებს და მათ ოჯახებს. ისინი ამ ადამიანებს ხელფას უხდიან თავიანთი პროგრამის ფარგლებში, რომელსაც მოკლისთვის ანაზღაურება ქვია. რაც უფრო მეტ ზიანს მიაყენებ, მით მეტ ფულს იღებ. მე ამას ყოველთვის ვამბობ, მაგრამ მათ პროპაგანდას no according. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რატომ ღიზიანდები ასე ძალიან, როცა საინფორმაციო საშუალებები, განსაკუთრებით ისრაელისები, პალესტინის ადმინისტრაციის წყაროებს ფაქტად ასახელებენ. გავაგრძელოთ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ამ კვირაში განაცხადეს, რომ 2026 წლის დასაწყისიდან იუდეასა და სამარიაში 240-ზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღი ჩამოართვეს. არმია აცხადებს, რომ ეს ახალი მტკიცებულებაა იმისა, რომ ტერორისტული ჯგუფები რეგიონში სამოქალაქო ტერიტორიებზე იმალებიან. ბოლო თვეებში ჯარისკაცებმა მრავალი იარაღი აღმოაჩინეს, რომელიც სამოქალაქო ტერიტორიებზე იყო დამალული. მათ შორისაა ცეცხლსასროლი იარაღი, სხვა იარაღის დასამზადებელი ხელსაწყოები, ვაზნები და დამატებითი ტერორისტული აღჭურვილობა. ერთ-ერთი მაგალითია აპრილში ისრაელის თავდაცვის ძალების რეიდის დროს აღმოჩენა, როდესაც ჯარისკაცებმა ბეთლემის ქალაქში ცნობილ სამშენებლო მაღაზიაში დამალული გრძელი და მოკლე ლულიანი იარაღის ვაზნები იპოვეს. ეს მოხდა ეციონის რეგიონული ბრიგადის ტერიტორიაზე. მაღაზიის მფლობელი მოგვიანებით დააკავეს. კიდევ ერთი მაგალითი. ბოლო თვეებში გამოვლინდა ქალაქ შხემში, სამარიის რეგიონული ბრიგადის ტერიტორიაზე, როდესაც ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა სამოქალაქო შენობის ცენტრში იარაღის დასამზადებელი ხელსაწყოები აღმოაჩინეს. ობიექტის მფლობელიც დააკავეს. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ეს მიგნებები კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, თუ როგორ ცდილობენ ტერორისტული ორგანიზაციები სამოქალაქო ტერიტორიებზე დამკვიდრებას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ბოროტად გამოყენებას. მადლობას ვუხდი ისრაელის თავდაცვის ძალებს, რომ ამ კონტრაბანდის ამოღებით შესაძლო თავდასხმები აღკვეთეს. აქაც ვხედავთ, რომ ჰამასისა და ჰეზბოლას მსგავსად, პალესტინის ავტონომიის ქვეშ მოქმედი ტერორისტებიც იარაღს სამოქალაქო ტერიტორიებზე ინახავენ. ისინი იმედოვნებენ, რომ მათი საკუთარი მოქალაქეები დაიღუპებიან, რათა ბრალი ისრაელს დააკისრონ და გაეროს მსგავს ორგანიზაციებს ყალბი ანგარიშების მომზადებაში დაეხმარონ.
ამავე კვირაში ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისის ჯარისკაცებმა გაანეიტრალეს ორი ტერორისტი, რომლებმაც მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს ქარმეთ სუას დასახლებას. ესეც გუშ ეციონში მოხდა. ოპერაციის დროს ჯარისკაცებმა ამოიცნეს რამდენიმე ტერორისტი, რომლებმაც საბურავები დაწვეს და მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს, რითაც სიცოცხლეები საფრთხეში ჩააგდეს. ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს, ორი ტერორისტი მოკლეს და კიდევ ერთი ტერორისტი გაანეიტრალეს. ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან დაშავებულები არ დაფიქსირებულა. დამწვარი საბურავების შედეგად ცეცხლი გაჩნდა თემის მიმდებარე ტერიტორიაზე. მეხანძრეები ადგილზე მუშაობდნენ ხანძრის ჩასაქრობად. ისრაელის თავდაცვის ძალების IDF ჯარისკაცებმა დამატებითი ტერორისტების ძებნა დაიწყეს. ასე რომ, ბოლო 2 კვირის განმავლობაში ამ გადაცემაში ვსაუბრობდით ცეცხლის წაკიდებით განხორციელებულ ტერორიზმზე და ეს კიდევ ერთი მაგალითია. საბურავების დაწვა და ხანძრის გაჩენა, რათა ისრაელის მიწა დაწვან, ეს არის მათი მიზანი. ამავე დროს ასაფეთქებლების სროლა თემებზე, ებრაული სახლების დაწვის მცდელობა და რაც შეიძლება მეტი ებრაელის მოკლის მცდელობა. საბედნიეროდ ეს ტერორისტები ადგილზე გაანეიტრალეს. მომავალი ტერორისტები უნდა მიხვდნენ, რომ თუ ცეცხლს გააჩენენ, ასაფეთქებლებს ესვრიან ებრაელებს, პირდაპირ ჯოჯოხეთში აღმოჩნდებიან. აი კიდევ ერთი ისრაელის თავდაცვის ძალების ანგარიში ამ კვირიდან. ისრაელის თავდაცვის ძალები და უსაფრთხოების სააგენტოები აცხადებენ, რომ მათ მოკლეს მოჰამად ზაიედი, იარაღით მოვაჭრე იამუნიდან. ეს ჯენინის რაიონშია. ზაიედი აწვდიდა იარაღს ტერორისტებს, რომლებმაც 2025 წელს განახორციელეს სროლის თავდასხმა, რის შედეგადაც ორი ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარების ჯარისკაცი მძიმედ დაიჯრა. ამ ოპერაციამდე ტერორისტი იმალებოდა რამდენიმე სახლში მთელ ამ ტერიტორიაზე და შეფასებული იყო, რომ მას ჰქონდა წვდომა იარაღზე. მის დაკავების მცდელობისას მან სცადა გაქცევა და საფრთხეს წარმოადგენდა ძალებისთვის. ზაიედი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არიდებდა თავს დაკავებას, სცადა ჯარისკაცებზე თავდასხმა და ადგილზე ლიკვიდირებული იქნა. ეს იყო არმია ამ კვირაში. და ახლა ისრაელის პოლიცია ერთვება იერუსალიმის რეგიონში შესაძლო ტერორისტული თავდასხმების აღკვეთაში. პოლიციის ამ კვირის განცხადების მიხედვით, ალზაიმის გამშვებ პუნქტთან აღმოჩენილმა გვირაბმა იუდეისა და სამარიის ოლქის ცენტრალური გამყრალური განყოფილების მიერ პალესტინელისა და აღმოსავლეთ იერუსალიმის მცხოვრების დაკავებამდე მიიყვანა. ეტყვის საფუძველზე, რომ ისინი ამოთხრიდნენ გვირაბს და ახორციელებდნენ ტერორისტულ საქმიანობას. სამოქალაქო ადმინისტრაციის მიერ ალზაიმის გამშვებ პუნქტთან გვირაბის აღმოჩენის შესახებ შეტყობინების შემდეგ იუდეისა და სამარიის ოლქის ოფიცრები იერუსალიმის სასაზღვრო პოლიციის მებრძოლებთან ერთად შემთხვევის ადგილზე გაემართნენ, სადაც მათ უკვე გათხრილი გვირაბი აღმოაჩინეს. მოსვლისთანავე ძალებმა აღმოაჩინეს გვირაბი, რომელიც პალესტინის ტერიტორიებიდან ისრაელის მიმართულებით იყო გათხრილი, დაახლოებით 25 მეტრის სიღრმეზე. ეს ძალიან ღრმაა. გარდა ამისა, ძალებმა ამოიღეს გათხრის ინსტრუმენტები, წყლის ბოთლები, ხელთათმანები, სახის ნიღბები და სხვა აღჭურვილობა. იუდეისა და სამარიის ოლქის კრიმინალისტებმა დაიწყეს მტკიცებულებებისა და მასალების შეგროვება. ამ ძალისხმევის ფარგლებში გამომძიებლებმა აღმოაჩინეს კრიმინალისტიკური მტკიცებულებები, მათ შორის დნმ, რამაც 2 ეჭვმიტანილის იდენტიფიცირებასა და დაკავებამდე მიიყვანა. ერთი პალესტინის ავტონომიის მცხოვრებია, მეორე კი აღმოსავლეთ იერუსალიმიდან, ორივე 30-ებშია. გამოძიების ფარგლებში ხელისუფლებას სწავლობს ეჭვს, რომ გვირაბი ახლახან იქნა გათხრილი და განკუთვნილი იყო უსაფრთხოების დანაშაულებისთვის, მათ შორის ტერორისტული საქმიანი ადამიანობისა და არალეგალური პირების ისრაელის ტერიტორიაზე გადაყვანისთვის. როგორც ახლახან ვთქვი, ამ ადამიანებს გვირაბის გათხრა სამუშაოს საძებნელად არ უცდიათ. ისინი სურდათ, რომ თავიანთი მიწისქვეშა გვირაბი ხელისუფლების თავიდან ასაცილებლად და ტერორისტული თავდასხმების განსახორციელებლად გამოეყენებინათ. არაბებმა ნახეს, რამდენად ეფექტური იყო გვირაბები ღაზაში და ლიბანში, ამიტომ ახლა ისინი ცდილობენ იერუსალიმში, ჩვენს დედაქალაქში გათხარონ და ტერორისტული თავდასხმები განახორციელონ. ეს ნამდვილად არ არის პირველი შემთხვევა, უბრალოდ ყველაზე ბოლოა. ეს შემაშფოთებელი ტენდენციაა. ეს მიწისქვეშა გვირაბები პალესტინის ავტონომიის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან 1967 წლამდე არსებული ისრაელის ტერიტორიაზე. ჩვენ ნამდვილად უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ საკითხს. მადლობა ღმერთს, რომ ისრაელის პოლიციამ ეს შეაჩერა მანამდე, სანამ ვინმე დაშავდებოდა.
და ამით დავასრულებთ ამ კვირის Judiacations. მადლობა producer Barbara Kamenovs, engineer Aaron Wagelenters, Zach Seekers და Ryan Lipschitz, სადგურის მენეჯერ Yuri Sweretsky's და ყველა SAG JNS TV-ში. დარწმუნდით, რომ ნახავთ ყველა შესანიშნავ კონტენტს, რომელსაც JNS TV გთავაზობთ. და ეწვიეთ jnss.org-ს, რომ მიიღოთ ყველა უახლესი ამბავი ისრაელიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და მთელი ებრაული სამყაროდან. შეხვედრამდე მომავალ კვირას, აქ Judiacations-ზე, მხოლოდ JNS TV-ზე.